ახლა კი უნდა წარმოვადგინოთ დილის საუბრები, რუბრიკა, რომელსაც ანინა დირაძე წარმოგვიდგენს. დღეს მისი სტუმარი თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია. ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა, ჩვენს უკვე წინასწარ ნახეთ და ახლა შეგვიძლია კიდევ ერთხელ ჩვენ მაყურებელთან ერთად მივადევნოთ თვალი. დადიანების სასახლებებია ბაბუას სახლი და პატარა გიორგი. მოგიყევით თქვენი ბავშვობის შესახებ. გაგვატარეთ ცოტა თქვენს ბავშვობაში. ძალიან ძვირფასი არის ეს ადგილი, ზუგდიდის დადიანების სასახლე, იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის შეგნებული ნაწილი, თუ შეიძლება ბავშვობაში ესეთ შეგნებული ნაწილი არსებობდეს, არის დაკავშირებული დადიანების სასახლესთან. იქიდან გამომდინარე, რომ მე რომ გადავწყვიტე, რომ ისტორიკოსი ვარ და საერთოდ ამ თემას რო იტყვიან მივყევი, ეს არის სწორედ დადიანების სასახლის შტაბ-ჭტილება, რაც მე მივიღე, მე მახსოვს პირველად როდესაც დედაჩემმა მიმიყვანა, საღამო ჟამი იყო, მეცხრებია ეს სურათი და სუნიც კი მახსოვს. მეცხრები ტრიალებდნენ ამ სასახლის კონგურებზე, ძალიან მომეწონა ეს კონგურები, რაღაც უზარმაზარი და მაშინ აი ბავშვური ჩემი გონებით მეგონა, რომ ამაზე დიდი შენობა სოფლიოში არ არსებობდა და ჩემს რო ვკითხე, ისიც გამეთახმა, კიო, მითხრა, ამაზე დიდიო, ეხლა რა შეიძლება იყოს. და ეს ბავშვური გრძნობა, რომ აი რაღაცნაირად ყოფილიყავი ამ სასახლესთან დაკავშირებული, მთელი ცხოვრება გამომყვა. დღეს ეხლა ისე აქტიურად ვერ ვახერხებ და არც ამაქვს ამისი დრო, თუმცა იქ სადაც მე ვარ ამჟამად იმ მუზეუმში, ეს თავის დროზე ერთი პერიოდი დადიანების თბილისის რეზიდენცია იყო და რაღაცნაირად დადიანებთან ვარ დაკავშირებული. ყველას აქვს თავისი ცხოვრების თემა, რასაც მთელი ცხოვრება მიყვება, ხო? მეც ალბათ ეს დადიანები მთელი ჩემი ცხოვრება გამყვება, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს. ბევრჯერ ყოფილა რაღაც ბარიერები, რაღაც განსაკუთრებით ახალგაზრდობის პერიოდში, რაღაცების გადალახვა მიწევდა, რაღაცებზე გული მტყიოდა, მაგრამ ეს ახლა დღეს ძალიან კარგად მახსენდება. მე შემიძლია ვთქვა, რომ დადიანების სასახლეში ყველა კუთხე კუნჭულივით, სახურავიდან დაწყებული, სარდაფებით დამდავრებული, დავდიოდი ბავშვობის პერიოდში და ისიც უნდა ვთქვა, რომ გამიმართლა ძალიან, იმიტომ რომ დღეს ბევრი არ მოგცემს ამის საშუალებას, რაღაც მუზეუმები ძირითადად დახურული სივრცეა, სადაც არ გიშვებენ, ან შუშის ვიტრინის მიღმა ვერ ხედავ მეტი ვერაფერს. თქვენი იშვიათი გამონაკლისი იყავით ბავშვი, რომელსაც თვითონ ჰქონდათ სურვილი და ინტერესი, რომ ეს ყველაფერი გენახათ. ერთგან ახსენეთ სხვათა შორის, თუ დამთვალიერებელი არ მიდის მუზეუმში, მუზეუმი თავად უნდა მივიდეს. კი, ეს მოვახერხეთ და გეტყვით ამასაც. მუზეუმი ჩვენ მგონია სამწუხაროდ დახშული სივრცე, დაკეტილი სივრცე, სადაც ზიან ბოდიში ამ ტერმინისათვის არის მოხუცი ადამიანები, რომლებიც ყარაულობენ ამ ნივთებს და მეტი არაფერი მიხვედი, შეხედე და გამოხედე. ეს ასე არ არის. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ცოცხალი ორგანიზმია მუზეუმი ევროპაში და ეს მუზეუმები სწორედ ამისათვის შეიქმნა. მუზეუმი თვითონ მუზათა საუფლოს ნიშნავს. ანუ ყველაფერი კარგი იქ უნდა ხდებოდეს. მაგრამ 21 საუკუნე არის ცოტა პრეტენზიული საუკუნე. საინტერესო, მაგრამ ძალიან პრეტენზიული, იმიტომ რომ დღეს ახალგაზრდა ძალიან ძნელია გააოცო რამით. ინტერნეტის სამყაროში, სადაც ის ვირტუალურ სამყაროში ხდება, მას ბევრი რაღაცა არ უყვირს და ბევრი რაღაცა მისთვის ახალი აღარ არის. ის რაც შეუძლია მუზეუმში ნახოს, იგივე შეუძლია, თქვა თუ ჩვენ ამას ასე დავკიდებთ, რომ ნახოს ინტერნეტში. ამიტომ ჩვენ რაღაც ახალი უნდა შევთავაზოთ. ამიტომ მე ვთქვი და დღემდე ესე ჯერა რომ თუ არ მოდის დამთვალიერებელი შენთან, შენ უნდა მიხვიდე მასთან. და ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი მუზეუმის მაგალითზე ეს მოვახერხეთ. ჩვენ დღეში 100, 150, 180 კაცსაც ვღებულობთ. ეს აი ახლად ფეხადგმული მუზეუმისათვის, რომელსაც არც საგამოფენო დარბაზები ჰქონდა თავის დროზე და მიხედავთ დიდი ტრადიციისა, ძალიან დიდი მიღწევა. რატომ? იმიტომ რომ მე ვიცი ზუსტად რომ კვირა არ გავარო ჩვენზე ან სიუჟეტი, ან როგორც ჟურნალისტები ვიტყვით, ნიუსი არ იყოს, ან რაღაც ახალი არ მოხდეს. ეს ხო სახლში მისვლა, როდესაც შენ ტელევიზორში ხედავ, გაზეთში კითხულობ, სარეკლამო ბანერს ხედავ, სკოლაში მოდიან მუზეუმის წარმომადგენლები, რომლებიც ეპატიჟებიან, ვთქვათ, ძველი ქართული სათამაშოების გასაკეთებლად და ასე შემდეგ. ეს უკვე არის ის სიცოცხლე, რაც უნდა გქონდეს მუზეუმს.
აი მუზეუმს იქნება ბიბლიოთეკას აქვს რაღაც თავისი ენერგეტიკა, აურა. მოყვებათ ხოლმე სახლში, როდესაც კარს მოიხურავთ იქ. მთელი ჩემი ცხოვრება, რადგან ამასთან ვარ დაკავშირებული, ეს იმდენად ახლობელი გახდა ჩემთვის, რომ წარმოუდგენელი არის, რომ არ მომყვებოდეს. ხშირად როდესაც ვზივარ მარტო ან რაღაცა ამ საკითხებზე ვფიქრობ. თვითონ ეს სახლში ჩემი სამუშაო ოთახი ისეთია, რომ დიდად არ განსხვავდება მუზეუმისგან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი, მარტო 6000 წიგნი მაქვს, ეხლა ერთ ოთახში წარმოუდგენელი 6000 წიგნი ამ ხელა ტერიტორიას იკავებს. მე თვითონაც კოლექციონერი ვარ, ძალიან ბევრ რამეს ძველებს ვაგროვებ, განსაკუთრებით ეს არის ნუმიზმატიკური ან ძველი მონეტების კოლექციას, მაგრამ შეიძლება მიფიქრია ხოლმე ეს, არ ვიცი რატომ ხდება, შეიძლება მიფიქრია, რომ აი არის რაღაცა ძვირფასი ნივთი. შენთვის ძვირფასი. მაგრამ აბა თქვენ თუ გიფიქრიათ, ნივთის ძვირფასე მხოლოდ მისი ხარისხით, მისი ლითონით ან ძვირფასი ქვით არ განისაზღვრება. ნივთი არის მაშინ ძვირფასი, რაც უფრო მეტად ხილვადია ის. თქვენ წარმოდგენილი გაქვთ ახლა ბოტიჩელის ნამუშევრები ჩაკეტილი სიბნელეში და არავინ რომ არ ხედავს. ან საძინებელში ვიღაცა ერთი ადამიანის, რომელიც შედის და გამოდის. მე ვხვდი ესეთ რამეს, რომ ნივთს ფასი არ აქვს, თუ მას ბევრი თვალი არ ხედავს. თუ ბევრი თვალი ხედავს და ბევრ თვალს მოსწონს და ბევრში ის აღფრთოვანებას იწვევს, მაშინ ის არის მართლა ძვირფასი. თორემ დამახვილ ოქროს არანაირი ფასი არ აქვს. და აი მას შემდეგ რაც მუზეუმის დირექტორი გავხდი, ბევრი რაღაცის გადაფასება მოხდა ჩემში. მე ძალიან ბევრი ნივთი მუზეუმში მივიტანე და დავტოვე. ვაჩუქე მუზეუმს. არ დაგენანა? არ დავენანა, იმიტომ რომ აი სწორედ იმიტომ არ დამენანა, რომ მივხვდი რომ ეს მხოლოდ ჩემი თვალებისთვის ან ჩემი ძალიან ვიწრო წლისთვის არის ცოდო. ის უნდა ნახოს ბევრმა თვალმა და ბევრი თვალი აღფრთოვანდეს. აი წიგნები ვახსენეთ ახლა და დღეს რეალურად ძალიან ბევრს საუბრობენ ელექტრონულ წიგნზე და ბეჭდვით წიგნზე. რეალურად ხდება ის, რომ ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ელექტრონული წიგნი სრულად ჩაანაცვლებს კიდეც ბეჭდურ წიგნებს. თქვენ როგორ გონიათ ეს მოხდება? მე ერთ პერიოდი მუშაობდი ხელნაწერთა ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ. და ძალიან დიდი ურთიერთობა მქონდა ხელნაწერებთან და ერთ ასეთ ფაქტს წავაწყდი. წერალი წერს რომ რამდენიმე დღე იშიმშილა. რომ სინათლე არ ქონდა, ჭრაქის საშუალებაც არ ქონდა, თვალების წკიოდა, მაგრამ მაინც გადაწერა წიგნი. და ამდენად წერს, რომ მომიხსენიეთო აუცილებლად ლოცვებში. მე გავაცნობიერე ერთი ესეთი რამე, რომ თანდათან ეს ხელნაწერის კულტურა მოკვდა და შემოვიდა ბეჭდური წიგნი. ალბათ ის ადამიანები, ვინც იყვნენ გადამწერები და არსებობდა საქართველოში ასეთი გადამწერთა სკოლები, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა, როდესაც ეს ბეჭდური წიგნი შემოვიდა, ხო? და იქნებოდათ მათ ძალიან ძიმე დამოკიდებულება. მაგრამ ბეჭდური წიგნი შემოვიდა, გახდა ის არა საპატიო და რაღაც განსაკუთრებული რამ, არამედ სერიული წარმოების საგანი. აი დღეს ვდგავართ სწორედ ამ ფაქტის წინაშე. მე პირადად ვარ ძალიან კონსერვატორი. მეც მაქვს ელექტროციგნის საკითხავი, მაგრამ ვერ წავიკითხე წიგნი. მართალი გითხრათ, ვერ ვისიამოვნე ამითი, თუმცა არანაირი ნოვაციის და შინაგანად მე ძალიან ლიბერალი ადამიანი ვარ, მიუხედავად ჩემი კონსერვატიზმისა. ლეთევან წამებულზე გადაიღეთ ფილმი გურჯი ხათუნზე. ვინ არის შემდეგი? ვინ არის ის ისტორიული ფიგურა, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით გადაიხადეთ? მე მიყვარს საერთოდ ისტორიულ პირებში ქალები. და საერთოდ ქალისადმი მამაკაც არ ქონდეს რაც განსაკუთრებული დამოკიდებულება, ეს წარმოუდგენელია. მაგრამ ისევ დადიანების სასახლიდან დავიწყებ, იქ მახსენდება ეკატერინე ჭავჭავაძე, რომელიც აი ეს ხა მე დიდი ნიკოლოზ ბარათაშვილის არაფერი არ მცხია, მაგრამ ჩემთვის მუზა იყო, მინდოდა მასზე თქვა ისტორიული კვლევები მეწერა ასე შემდეგ. შემდეგ ძალიან მომხიბლა გურჯი ხათუნმა. მომხიბლა იმიტომ, რომ მე მიყვარს ქალები, რომლებიც არიან არა მარტო მომხიბლელები ფიზიკურად, არამედ გონებრივადაც. და აი ეს ძალიან კარგად დავინახე თამარ მეფის შვილიშვილში, რომელიც რაღაცით გავდა ბებიას ძალიან
და ჩემთვის საყვარელი ისტორიული პირია თამარ მეფე. ეს ეპოქა და ალბათ ეს პიროვნება იყო რაღაც ისეთი განსაკუთრებული, რომელმაც ქართველთა ცნობიერებაში ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველი ბევრი რამის გარეშე შეიძლება წარმოიდგინო, მაგრამ მე ქართველი თამარ მეფის გარეშე წარმოდგენილი არ მაქვს, იმიტომ რომ თამარი და საქართველო ბანალურად ჟღერს, მაგრამ განუყოფელია. და ამინდა თამარ მეფეზე ფილმი გადავიღო. მაგრამ ეს იქნება ალბათ ძალიან დიდ ბიუჯეტიანი ფილმი, იმიტომ რომ თამარზე ჯობია ან არ გააკეთო, კარგი გადაიღო, ან ძალიან კარგი გადაიღო. მე არ მინდა რომ ცუდი გავაკეთო. ალბათ ცხოვრებამ ბევრი ისეთი რამე მაჩვენა, რომ ოცნებები სასრულების მჯერა. ალბათ დადგება ეს პერიოდი, როდესაც მე ძალიან ძვირფასი ქართული კოსტიუმებით, ძალიან ძვირფასი რეკვიზიტებით თუ მაკეტებით შევძლებ ამ ფილმის გადაღებას. დადგება ალბათ ეს დროც. ახლა რომ ვიფიქროთ, ეპოქა, რომელშიც სიამოვნებით იცხოვრებთ, და არის ასეთი? მე დაეკმაყოფილი ვარ იმ დროით, რომელ დროშიც ვცხოვრობ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მძიმე პერიოდი გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და აქედან გამომდინარე თვითონმა ჩვენმა, ხა ყველაფერს ჩვენთაგანმა. თავი რომ დავანებოთ 91 წელს დავამთავრე მე სკოლა და ჩავაბარე უნივერსიტეტში და ეს იყო გაგანია სამოქალაქო ომის პერიოდი. და ჩვენი თაობა ამ თვალსაზრისით შეიძლება გამიგონია ხოლმე რომ გაჩაგრული თაობაა, იმიტომ რომ აი ბევრი ძალიან მძიმე რამ ნახა და ყევები მუდმივად ჩვენს გარშემო. მაგრამ თუ ისტორიკოსის თვალით შევხედათ, ეს არის ბრწყინვალე ეპოქა. აი ისტორიკოსისთვის ამაზე ლამაზი ეპოქა არ შეიძლება არსებობდეს. აი ამდენი ყევები, ამდენი ცვლილებები, ამდენი ისტორიული მოვლენა, ისტორიული პიროვნება და ჩვენს თვალწინ ძალიან ბევრი რამე მოხდა. საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ძალიან ბევრი გამოწვევები, რომელსაც ბევრს ღირსეულად უპასუხა, ბევრს ძალიან სამარცხვინოთ, ხო? მაგრამ ეს ყველაფერი იყო ძალიან საინტერესო და არის ძალიან საინტერესო. ამიტომ არც ერთ დროში არ ვისურვებდი, მე კმაყოფილი ვარ იმითი, რა დროშიც ცხოვრობ. ფიქრობ, რომ ამ დრომ ძალიან ბევრი რამე მასწავლა და ძალიან ბევრ რამეს მიმახვენა. ძალიან საინტერესო ინტერვიუ ვნახეთ, მე ძალიან მომეწონა და მე ძალიან